ხამე მშვიდობის. ხალი მოსული ვარ, ცოტა ხნის უკან მოვედი. ცოტა ფეხები მტკივა. ეხლა გავაკეთებ ყავას. სოსო. ნაუშნიკებშია. უნალეკო ყავა გინდა, ხო? უნალეკო. წყალი არის, მე მგონი გვეყოფა. ხო, კიდე გავაცხელებ. ეს პაწაწუნა ეს ყავა ვიყიდე, რა ქვია, მაგ კოფეს. კარგუში. ჭიქები მინდა ხავე, ჭიქებს მომდეცავ. მიფიქრე სოსო ამორეცავ და ცოტა დავტოვე ჭურჭელი. რო ხედავ, როგორ გავიწყდება. მოკლედ დღეს ესეთი კურიოზული დღე იყო, რაღაცა ძალიან განათებულია თუ ძალიან განათებულია. მე რაც მიგავს. ეხლა დავიწყებ ღამის რუტინას. ჯერ ყავა მოვიმზადო. ეს არა მაქვს ნაღების ფხვნილი. ხვალ შეიძლება გავიდე ვიყიდო ბარონში. მე ხო არ მასველებს რაღაც მაინც დასვენების დღეს მეც ადრე მეღვიძება ხოლმე ძალით რასაც ქვია ძალით ვიძინებ ხოლმე ანუ ვიბრუნებ რა ძილს ესეც ასე მერტო ჩემო სამსახურში ჭურჭლის რეცვა აქაც ჭურჭლის რეცვა ესე ხარ შეიძლება ესე იგი ახლა გავაკეთებ ხმა იყო რაღაცა ის მოვიდა რა ქვია ეს ჭურჭლის ჩასადები ხო მაჩუქა ჩემო მეზობელმა და გადავალაგე მოკლედ ამაში ჩავაწყე და ძალიან მომწონს აბა ეხა გადი ჩქარა მეთქი თან ისე კნავის მეაუკიერა აუ რანაირი კნავილია საჭმელი ვაჭამე ანუ მივეცი საჭმელი მოუტანე სამსახურიდან ქვეყანაც მეცა კიდე იმას დავდეფიქრებ ეს არ მოეწონა ამათთვის ცალკე მაქვს აქ ჩალაგებული და გუშინდელი ისიც არის რესტორნის ნარჩენებს ვაჭრევ მეგობრებო ასე რომ ძალიან ფუფუნებაში არიან იმედია ჯერ არ ვთხოვს მესაკება და გავუჭრა და ისა ერთიანად ხო არ მივცემ მინდა გამოუზოგო ხვალდაძე ხო არ მუშაობ და კი შემიძლია რომ ისა მაგრამ რატო ვაწვალო ეხლა ის სხვა თანამშრომელი რომ ჭურჭლის საწყისას გადაახარისხოს ცხოველისთვის ცალკე რომ ჩააწოს იყოს შაქარი სხვათა შორის სამსახურში ნაკლებ შაქარს ვიღებ იმიტომ რომ იქ ფაქტიურად უშაქროს სვავენ და მეც მივეჩვიე რაღაცნაირად თუმცა მე მაინც ცოტას ვიყრე ხოლმე და
ალბათ ეგეც მოქმედებს, მოძრაობა, რაღაცა დღეს კომპლიმენტი გამიკეთა, ჩემი ყოფილი თანამშრომელი იყო შემოსული და როგორ გახდიო და როგორ ანადი გახდიო. ხო რა ვიცი, აბა აი ესე შორს უნდა გავიდე რომ გამოვჩნდე. ну მოკლედ თან მუქი ფერიც ხო ახდუნებს. ჩაი მეთქი ყავას ტანსოსოს. იმის ნაკრების ფნელი აშვაში, აი ნაღების ფნელის გარშე ისეთი არ იქნება, მაგრამ რაც არის ეს არის, მეც ამას დავლევ. იმედია მერე დამეძინება, იმიტომ რომ ნალექო ყავა მაინც წაუხსოს. ეს ნახევარი იმიტომ ჩავასხი, რომ ისა შაქარი ცოტაა. და ყავაც ცოტაა. ну ესე უნდა დალიო, სავსე რა არის. ბევრია სავსე. მაგჭიქით უბრალოდ ეკჭკა იმაშვება. ბევრი გამოდის ამოკლეთ. აი ესე ჩავასხი. დასაჭიროა სულ გავსება. თან მithumetes მე არ მეყვარს უნდა დიდად ადრე რაღაცნაირად ხო ვსვავდი, მაგრამ მე დავაკვირდი რომ უბრალოდ ისე ძალიან არ მიყვარდა და რა თავს ვიყვავდი. რეკლამები ჩავისწრე. ეხლა მე პირს დავიბან. ну პირს დავიბან დავისვენებ რა სახეს. ერიზაბანა კიდე სხვა რაღაცა. საპონი რაღაცებითა. ხარით გავიმშრა, მომიქით არის. ეხლა რატო ვაკეთებ ამას, რომ ეხლა უცბად ხო არ დავიძინებ, ამიტომ რომ აქვს ჯერ და შემიძლია წავისვა ღამის კრემი. ასე რომ აბა ეხლა გადი მეთქი. ისეთ სურვილი მაქვს, რომ ეხლა კუძე დავაბიჭო ხე. რომ ამბრაზებს ხოლმე. ასე. აი ასე ღამის კრემი. უკვე რამდენი ხანია არ წამისვია და ეხლა ვისმე თქვენთან ერთად. აი ესე ვისმე ყელზეც აი აქ. ყურებმა რა დააშავა. ჩვენი არ არის. und dann ესე ციდეთ ხა. ხო, всё, მგონი მეყოფა. და ეხლა გადავათანაბრე. აი ასე. აი ასე. ყურებზეც გადავატარებ. მოხები. ტუჩებს ესე უკუმავ. თავად. აი ეს. ეს დეკორაცია საუცილებლად. და ძალიან მიყვარს მე ტანის კრემები. ტანისთვის არ არის აუცილებელი განსაკუთრებული კრემები, ну, ყოველ შემთხვევაში ჩემი ტანისთვის, ამიტომ უბრალოდ დამატენიანებელს შევიძენ რამე დიდები როა ესეთი. და ბანაობის მერე უნდა წაისვას ეგ. всё, ესეც ას. მოკლედ დღეს რაზე ვიცინეთ სამსახურში მოგიყვებით ახლა.
ერთი ქალბატონი შემოვიდა და ჩვენ თანამშრომელს ჯერ ეგონა რომ უბრალოდ პრეტენზიული მოხმარებელი იყო და მე აღმოჩნდა რომ თურმე ეს ქალბატონი ებრანჭებოდა თანამშრომლებს და მოკლედ თან საკმაოდ ასაკოვანი ხალი გრძანდებოდა მოკლედ აი ვერ ვისვენებ რომ არ თქვა რა ეს ჰოსტელი თვითონ ჰოსტელი რო არის აქ და აი სახლთან რომ ვერ მიხვალ ნორმალურად ვარ დაეჯახო რასაც ქვია ან ამათ ან მათ ეგრეთ წოდებულ კლიენტებს არ ვიცი რა მოკლედ ვინ არის ის კლოუნი რომელიც ამათ კრიშავს ანუ ეს სლენგი ესეთი რა კრიშავს ის კლოუნი დამანახა რა რომელიც კლოუნს რატო ვეძახი ანუ მასხარა რატო ვეძახი მასხარას იმიტომ სამარცხვინოა ამათ ვინმე როგორ უნდა ფარველობით ეს საერთოდ მე არ ვიცი აი ეს არის ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობ სადაც ნორმალური წესიერი ხალხი ჩაგრება ვინც პატიოსნებს შრომობს, წვალობს, რაღაცას აკეთებს, არაფერს, კაპიკის ფასი არ აქვს. ფასდება მარტო კარგი ჩაცმა, დახურვა, სულ რო თავში არაფერი არ ეყაროს, ლაპარაკიც რო არ იცოდეს. აი, ვერც ერთ თემაზე რო ვერ დაელაპარაკები ადამიანს და საერთოდ გამოფიტულია და უბრალოდ ფუტლიარია. ფუტლიარი, სწორად ვიძახი, ქართულად როგორ არის? მოკლედ, მიხვდით ხო? არ ვიცი. ეხლა ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რა საჭიროა თავში ეყაროს რაღაცა. მაშინ რა საჭიროა საერთოდ განათლების მიღება? საერთოდ რა საჭიროა ეს ყველაფერი? მაშინ გადავიქცეთ ცხოველებად და ცხოველური ინსტინქტებით ვიცხოვროთ და იქნება. ადამიანები ზუსტად იმიტომ ქვია ჩვენ ადამიანები, რომ უნდა განსხვავდებოდეთ ცხოველებისგან რაღაცით, ხო? მარტო ის ხო არ არის რაღაც ფიზიკური. ხო და მოკლედ რა ხო თან ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე ეს დღეები ზოგადად აი ეს ბოროტ ადამიანებზე თავისივე შხამში რო იხჩობიან და მარტო თავისივე შხამში კი არა თავისი ამ ბოროტული ფიქრებით და ზრახვებით საკუთარ ოჯახის წევრებს რომნებენ, საკუთარ შვილებს, შვილიშვილებს რაღაცნაირად ეთყობა არ ფიქრობენ ესეთ რამეზე, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან წინ რო დაუხდებათ ესეთი სახით თან ზუსტად იმ ადამიანზე ვინც უყვართ, აი მე უფრო გიждდებიან იმის მაგალითად რომ მოინანიონ რაღაცა არა უფრო გიждდებიან ასე რომ საშინელებაა რა ესეთი ადამიანი შეუგნებელი აი ჯიუტი ვირივით ჯიუტი რა ვერ მიხვდეს რომ ღმერთია მთავარი და მასზე ზემოთ არავინ არ დგას ხო შევაბოწბოთ ეს იმ დღეს ხო გამეთიშა იმ დღეს რა გუშინ სოსომ გააკეთა მოუტანე ეს რა ქვია მას შელე ეხლა ეს რო გაგრილდება მაცივარში შედგას და დილას მიირთმევს შელეს ჩავედი ხო მე ხო გამოვაცხადე რომ ჩვენ ამ მაღაზიაში უბრალოდ ჩვენი არ ქვია ვადაგასულების მაღაზიაში აღარ შევდივარ ნუ იცით რა არის მე კიდე იმიტომ შევდიოდი ალბათ რომ რაღაცნაირად ალბათ მივეჩვიე არ ვიცი
დაფასოებულის გამო კიდე შეიძლება, მოკლედ, მაგრამ ხარისხზე ყოველთვის მაინც ეჭვი მქონდა, ხო. დღეს ვიყიდე კარფურში ეს ვალიოს კარაქი, სოსო მირეკავს და მეუბნება დედაო, კარაქი შეგიძლიაო რომ იყიდო და მეთქი და ამოუტანე ეს კარაქი. კიდე დღეს რა იმას ამოვიტანე. მეთქი თითქოს არაფერი პური ვიყიდე. ხო. და ეს შეიძლება, ხო და ყავა, შეიძლება ყავა. დღეს დილას დავუტოვე გათლილი კარტოფილი, დაჭრილი, გამზადებული, ანუ შესაძლოა ჯამში წყალდასხმული და თვითონ შეიწვა. მერე შავუწიოთ რა. ხო და ესე მეგობრებო, ახლა საყურებს მოვიხსნი, იმიტომ რომ არ მიყვარს უცა სახში მოვდივარ, ვიხსნი ხოლმე ეს ვანდას ნაჩუქარი საყურებია, ძალიან მიყვარს ეს საყურები. როცა გავდივარ, სულ ყურზე მიკეთია. დღეს დილას გავფინე ესენი. უკვე მშრალები არიან. სოსოსია ესენი. ჩემი მეზობელი მეუბნება შეეშვი ამ ვეშოლკებზეო, ანუ საკიდებზეო სარეცხის გაშრობასო. ჩემ თოგზე დაკიდე. ხოდა რაღაცნაირად ვერ შევეჩვიე, რამდენი წელია უკვე აქ ცხოვრობ, 5 წელზე მეტი და სულ ესე ვაშრობ. 1-2 გავკიდე მარტო თოგზე და რა ვიცი, სახალისო არ იყო. ой, ბოდიში. სახალისო იმიტომ არ იყო, რომ როცა მე სარეცხი მქონდა და გავდიოდი, ანუ გასაკიდად, სულ დაკავებული იყო. ერთხელ იყო მოხდა სასწაული და ცოტა, ანუ პატარა ადგილი იყო თავისუფალი და იქ მოახერხე დავფინე და რაღაცნაირად ესე განვეწყე, რომ ანუ აი ესე შეკვეთით არ იყო ცარიელი ხოლმე და სულ ფიქრობდი რა უქნა და რა როგორ მოვიქცე და ამიტომ გადავწყვიტე ესრობა. მე და ნიკამ გავაკეთეთ ადრე, ნიკასთვის გავაკეთე რომ ევარჯიშა რა მოკლედ და დარჩა რა ესტრობა და ამას ვიყენებთ ზაფხულში საქანელას ვკიდებ ხოლმე. მეც ძალიან კარგად ალბათ ძველ ვიდეოებში ძველებს გემახსოვრებათ რომ ვზივარ და თან გესაუბრებთ და თან აკავებ რა მოკლედ. მინდა იქნებ უფრო კარგი იმითი ჩავანაცვლო მერე უფრო სქელი და ისინი თვითონ ეს კედელი საკმაოდ გამძლეა, ხო და თან მინდა იქნებ ვიყიდო თქო ის სპეციალური ისინი ხო იყიდება, ანუ ჰამაკებივით რო არა ესეთი. იმიტომ რომ მე რაც გავაკეთე ისიც კარგია, მაგრამ იმას თავისი წონა აქვს და მინდა რომ იყოს ჩატე. და იოლი გასაწევი იყოს რა, ანუ ეს არის დიდი რგოლი იმისი ძველი მანეჟის, ჩემი პატარა დაიკოს ნინოს ნაკონი მანეჟი იყო და ის დიდი რკინისის ჰქონდა ზემოდან, თავის აგრეხილი რაღაცა პლასმასის საბჭოთა დროინდელი მანეჟები რო იყო მყარი და მაგარი და იმისგან გავაკეთე ის, ანუ შუაში მე ბადე მოქსოვე და მოკლედ სასიამოვნო ჩასაჯდომი კი არის, ხო? ეს კოკანს რო ეძახია, აი ეგეთია რა დაახლოებით. და ის ჰამაკებივით რო, ანუ თხელი მე მგონი თემუზეც არის. ისეთია რა, პარაშუტით არის და შეგიძლია გვერდზე კოხტად გაწიო, არ შეგიშლის ხოლმე ეს რგოლი კიდე კი გავუკეთე ადრე აქეთ გვერდზე ურსმანი და ჩამოკიდებული იყო, მაგრამ ხანდახან ვარდებოდა ხოლმე და მიშლიდა ხელს. ხო. შემატყობთ ალბათ ძალიან მეძინება. კარგია ხალ რო ვისვენებ, ზექ რო ვისვენებ. რა ვიცი, ვფიქრობ რომ სოსო ავიყვანო ლისის ტბაზე, გავისეირნოთ,
წავიღებ დიდ ჩანთას ეს შოპენბეგი საკვია ტილოს დიდი ჩანთა რომ აქვს, იმაში ჩავალაგებდი პლედს, წავიღებდი ან კარდს, ან ჭადრაკს, ну მოკლედ რაღაცას რამეს ასუსნავს ჩავაგდებდით და აქვეა ავტობუსი, აქვე ჩერდება პირდაპირ, აი რასაც ქვია, პირდაპირ ილისის ტბის რა ქვია იმ ადგილს, ბაღი, პარკი, ну მოკლედ ტბასთან, ну ჩერდება ეს ავტობუსი და მოსახერხებელია რა მოკლედ არ არის ისეთი რომ აი სასიარულო იყოს თამდე A პუნქტიდან B პუნქტში მიდის პირდაპირ ტრანსპორტი როგორც ტაქსი. ხო და ბოლო გაჩერებაა რა მოკლედ აქ და იქ უბრალოდ კიდე რაღაცა თხინვალიო თუ რაღაც ეგეთ სოფელი რა მგონი ის არის ბოლო გაჩერება. ხო და ვნახოთ ჯერ გამოვიძინო ხვალ და კარგია რომ გვიან ბნელდება, ну ზაფხულში უფრო გვიან დაბნელდება და სავარაუდოდ ну ეს 1-2 საათით ისეირნებთ და დავბრუნდებით სახლში. აი ესეთი ამბები. ასეთი მშვიდი საღამო მაქვს. კი აი ხო დაღლილი ვარ მეძინება, მაგრამ თვალები გამირბის, ვფიქრობ რამე ხო არ გავაკეთო, მაგრამ არაფრის თავი არ მაქვს. დღეს საკმაოდ დავიტვირთე. თან ხო თქვი კიდევაც რომ მე თვითონაც ვცდილობ რომ დავიტვირთო თავი, რომ უფრო სწრაფ ტემპში, თან კუნთებიც ხო ტონუსში იქნება ეხლა ისე როცა ადამიანი დიეტობს და იკლებს ხო რაღაცნაირი კანიც ბილდება და როცა ტონუსში ხარ აი მეგობრებო ეს მაქვს ეხლა მოსაშორებელი წელზე ეს წელი მაქვს წელზე ქონებია თუ რა ქვია ეს ძაღლები ყეფე აი ნახეთ შეხედეთ როგორ მაქვს აი ეს რო აღარ მექნება და ჩემ აი რასაც ქვია თხელი ეს მაქვს ძალიან თხელი როცა გამხდარივრა თავისთავად და რაღაცა ძალიან კომფორტულად ვხსნებ თავს ტოპები ერთადერთ ხელი იყო მეცვა ტოპები რა ტოპი თან იცით როგორ მეცვა ანუ საკმაოდ ისეთი ტოპი იყო ანუ მოკლე არ იყო ძალიან ოდნავ ჩანდა ანუ წელი და ჯინსების თვითონ წელიც მაღალი იყო, არ იყო დაბალი და ანუ ვულგარული არ იყო რა, კოხტად გამოვიყოთ ამ Versace-ის ტოპი იყო ძალიან კარგი. მახსოვს შემადაქალმა მათხოვა ის ჩვენ გქონდა ხოლმე დაკალები მავიცოდით გაცვლათ ან ისე რა საოცარი წესები იყო თუ ჩვევები. კარგით მეგობრებო, სანამ აქ ჩამომეძინა ჯობია დაგემშვიდობოთ. კი ვიფიქრე მეთქი ახლა ჩავთავ კამერას და რაღაცა თან საქმესაც გავაკეთებ, რაც გასაკეთებელია, მაგრამ არა, აი ჩავთე და თან არის შუქი რომ ანათებს უფრო მეტად მაბრმავებს და მაგრამ ეძინება. თან ჩემ და ჯინათ, რა ვიცი, ჩემ როგორ ლაპარაკი დამავიწყდა. მოკლედ ჯაზიც ჩავთე, ჯაზიც ხო იმაში ვაკეთებ თავსაც ისე ატმოსფერული ჯაზი. ხო და ეხლა პირდაპირ ავწევ იმას სამას და შევწევი დავიძინებ. მოკლედ ესე. კარგით, აბა ხვალ შევხვდებით. სოსო? დაემშვიდობები? კარგით მეგობრებო, ხვალამდე აბა